ტყუილად გვაქვს იმედი, რომ ჩვენთან რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. არა, გამორიცხულია. სულ რაღაც 2 კვირის წინ შევიტყეთ, რომ გორის დილამ აბუბაქარ კონტე შეინარჩუნა და ის დარჩებოდა გორულ კლუბში. და ახლა დღეს ვგებულობთ, რომ ის კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ეს რა დამოკიდებულებაა მივხვდით, ხო 1000 ჯერ მაქვს ნათქვამი. ფეხბურთელს როცა გაუსწორდება და როცა პონტი გამოუჩნდება, მაშინ წავა. არა და ვამბობთ, რომ აი შენარჩუნებული გვაქვს ფეხბურთელი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ამბობს, ხო, ნებისმიერი კაცო გულშემატკივარი კლუბი ამბობს. რა მნიშვნელობა აქვს ამას მითხარით, ხო? ფეხბურთელი შევინარჩუნეთ, გონია ყველას რომ ასეა, მაგრამ თურმე ასე არ არის. ისიც იყო ნათქვამი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რომ ფეხბურთელმა კლუბი დატოვა, ეს ასე არ იყო და ის დარჩა და ამ კლუბმა ფეხბურთელი შეინარჩუნა. პლუს ამას, რომ ის აქ დარჩა და აგრძელებს ამ კლუბის ღირსების დაცვას. ხო, დავამატებ იმას, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ის კლუბთან ერთად იმყოფებოდა შეკრებაზე, მაგრამ აი ესე მოულოდნელად დღეს გავიგეთ, რომ სულ სხვა რამე ხდება. არ ვიცი, გეწყინოთ თუ გინდათ ნებისმიერი ქართული კლუბი. ჩვენი ფეხბურთი არის თავშესაფარი. რა ფეხბურთელი შეაფარებს უბრალოდ თავს. ის კი არა რომ ჩამოვიდეს და ითამაშოს და გული დაუდოს და რაღაცა შედეგების დადებაში დაგვეხმაროს. გამორიცხულია ეს. კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ აი ეს ადღაც ღრმად ვარ შესული და ვერ გამოდივართ. აი ეს არის წუმპე. ხო, აქვე არ დაგვავიწყდეს ის, რომ ფეხბურთელი კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს და ბუნებრივია ის ჩემპიონატი ბევრად ძლიერია, ვიდრე ჩვენი ჩემპიონატი. სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ეს ჩემსას მივსტირი და ჩემი მაწუხებს რა ხდება კაცო ამ კლუბებში, რატო ვერ ვინარჩუნებთ ამ ფეხბურთელებს, ცოტა ხნით მაინც რომ რაღაცა გავაკეთოთ, ხო, დავდოთ შედეგი. აი რა ოხრობა და ჭირი გვეტაკა რა. აქ პროფესიონალი ფეხბურთელი აღარ ჩერდება, მორჩა დამთავრდა. მოყვარული ფეხბურთელები ჩამოდიან, ის პროფესიონალიც ჩამოდის დროებით, რომ აი რაღაცა არ გამოჩნდა იმ მომენტში სასურველი და იყოს აქ და 2-3 თვეში დააწვება რა აქედან. რაღაცა გააკეთეთ, რა თქვენ ხო არა გაქვთ იმის ფუფუნება, რომ ესე ფეხბურთელები გაანიაოთ, რაღაცა გააკეთეთ, დაუდეთ კონტრაქტი და რაღაცა აზარალეთ რა, არ შეიძლება. გასაგებია რომ შეიძლება ფინანსური სარგებელი მიიღეთ ამ ყველაფრისგან, მაგრამ ასე შეიძლება კაცო გულშემატკივართან. ფინანსური სარგებელი თორე ეხლა თქვენც მოახმართ რა კლუბის კეთილდღეობას და მოიყვანთ უკეთეს ფეხბურთელებს და შეხვალთ ევროტურნირზე. ამას თქვენ დიდი წარმატება გგონიათ საქართველოს თასის მოგება? ან საქართველოს ჩემპიონატი? წარმატება არის ეს მითხარით. აი, გამეცით პასუხი, დაწერეთ კომენტარი. დავამთავროთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება დავიწყოთ ახალი ფურცლიდან შენება, ხო შეიძლება. მოდი ხართ ახალი პროექტი, ახალი ინვესტიციები, ახალი გუნდის შენება და მე შედეგები რა? რამდენიმე მისიც მომაძახა რა, გრანდიოზული პროექტი არ დავასახელებ კლუბს. მაგრამ აი მე-6 წელია უკვე უყურებ რა პროექტიც არის. ხედავ, ძალიან კარგად ხედავ. გატყუებენ ბიჭო და არ გჯერათ რა. სიტყვა პროექტით გაბოლებენ. და ეგ არის